როგორია საქართველოს ნაკრების სტატისტიკა ერთა ლიგის ახალ მეტოქეებთან? რას ამბობენ ვილისანიოლი და ჩვენი ნაკრების მომავალი მეტოქეები კენჭისყრის შემდეგ და რა შემთხვევაში შევძლებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას? ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ბრიუსელიდან, სადაც ერთა ლიგის გათამაშების წილისხრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქეები გაირკვა. ჩვენი ნაკრები B დივიზიონში უნგრეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთად მოხვდა. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კარგად ასპარეზობს. თუ პლეი-ოფის შეხვედრებს გამოვაკლებთ, შედეგი ასეთია: 26 შეხვედრაში 15 მოგება, 7 ფრე და 4 წაგება. ახლა რაც შეეხება მომდევნო მეტოქეებს, საქართველოს ყველა მათგანთან უთამაშია, თუმცა არც თუ ისე კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი ბიჭები ჩრდილოეთ ირლანდიას მხოლოდ ერთხელ 2008 წელს დაუპირისპირდნენ. ისიც ამხანაგურ შეხვედრაში და მაშინ მეტოქემ 4-1 გაიმარჯვა. რაც შეეხება უნგრეთის ნაკრებს, მათთან ორჯერ ვითამაშეთ. პირველად 2001 წელს, სოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. და ამ შემთხვევაშიც მეტოქემ 4-1 გაიმარჯვა. 3 თვის შემდეგ კი გამარჯვება საქართველოს შეძლო, ანგარიშით 3-1. ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან აქვს, 11 შეხვედრა და არც ერთი მოგება. უფრო კონკრეტულად კი 4 ფრე და 7 მარცხი. შეგახსენებთ იმასაც, რომ უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში წინა სეზონშიც ჩვენს ჯგუფში იყო. საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯამში სამივე მეტოქეს სულ 14 ჯერ დაუპირისპირდით და გამარჯვება მხოლოდ ერთხელ მოვახერხეთ. რაც შეეხება B ჯგუფს და დღევანდელ მდგომარეობას. თუ ჩვენი ნაკრები ამ ჯგუფს მოიგებს, A-ლიგაში აღზევდება. მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში გუნდი A-ლიგის საგზურისთვის პლეი-ოფში ითამაშებს. მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ნაკრები B-ში ადგილის შესანარჩუნებელ პლეი-აუთში ითამაშებს. ბოლო ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი C-ლიგაში დაკვეითდება. ასევე ჯგუფში გამარჯვების შემთხვევაში დიდი ალბათობით საქართველოს ნაკრები ევრო 2028-ის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში შეძლებს. და ეს 2028 წლის გაზაფხულზე მოხდება. მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ნაკრები ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრაზე მეორე კალათაში იქნება განთესილი, ისევე როგორც პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში. გასათვალისწინებელია, რომ ერთა ლიგაზე პლეი-ოფის საგზურს სავარაუდოდ მიიღებენ ჯგუფების გამარჯვებული გუნდები, რომელთაც ეს საგზური კლასიკური გზით არ ექნებათ მოპოვებული. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ კლასიკური გზიდან 4 მასპინძელი ქვეყნიდან ფინალურ ეტაპზე რომელიმე ვერ გავა, UEFA მათგან ორ საუკეთესოს ავტომატურად მიანიჭებს საგზურს. შესაბამისად, რამდენ გუნდსაც ავტომატურად მიენიჭება საგზური, იმდენი საგზური მოაკლდება 2028 წლის გაზაფხულზე გასამართ პლეი-ოფს. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში პირველი ადგილი გვჭირდება. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფის მომავალ მეტოქეებთან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, დღევანდელ ნაკრებს ნამდვილად შეუძლია პირველი ადგილის დაკავება. თუმცა, მაინც თქვენ რას ფიქრობთ, რომელ ადგილს დაიკავებს საქართველოს ნაკრები B ჯგუფში? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი აქ ვგთავაზობთ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილისანიოლის და ჩვენი მეტოქე გუნდების მწვრთნელების საინტერესო კომენტარებს წილისყრის დამთავრების შემდეგ. მათ მოსმენამდე დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ რთული შეხვედრები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია ბრიტანული სტილის მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენება. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციითა და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და იმედი მაქვს ამას სექტემბერში აჩვენებენ. ჩვენი მიზანია, რომ ჩვეულებრივ შემადგენლობას ვანახოთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ჩვენ თამაში, ბევრად წარმატებულად შეგვიძლია ჩვენ თამაში და რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ერთა ლიგა არის მაგის შეაძლებლობა, რომ ჩვენ მაყურებელს დაუბრუნოთ ის, რაც გამოგვარჩევდა ბოლო წლებში, ის ვთქვათ, ის გუნდური თამაშის ერთიანი თამაში და ბრძოლა წარმატებისთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შეაძლებლობა არის ეს, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ, რაც შარშან შესარჩევში ვერ შევასრულოთ. სამწუხაროდ ისევ საქართველოს წინააღმდეგ ვთამაშობთ. ვფიქრობ, ყველა გუნდი ძლიერია, ჯგუფი თანაბარი და დაბალანსებულია. კარგი მომზადება დაგვჭირდება. ნამდვილად არ მინდოდა უნგრეთთან თამაში, რადგან ეს პრინციპული შეხვედრა იქნება. დიახ, უნგრეთში მიმუშავია, მაგრამ არ ვიცი, იქ როგორ დამხვდებიან.
ჩემს გუნდზე ვფიქრობ. საქართველოს შესაძლოა ბევრისთვის უცნობი ნაკრები იყოს, თუმცა ბოლო წლებში მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და ძალიან ძლიერი იდენტობა და თვითწმენა ჩამოუყალიბდათ. საქართველოს ნაკრების თამაშს საფუძვლიანად გავაანალიზებთ და ამ შეხვედრებს სრული კონცენტრაციითა და პატივისცემით მივუდგებით. ბოლო წლებში უკრაინასთან გვითამაშია, თუმცა ისინი 2016 წლის შემდეგ არ დაგვიმარცხებია. შესაბამისად, უკრაინა ჩვენთვის ნაცნობი მეტოქეა. მათ ძლიერი და ტექნიკური გუნდი ჰყავთ, რომლის რიგებშიც დიდ ტურნირებზე თამაშის გამოცდილების მქონე ფეხბურთელები ასპარეზობენ და ვიცით, რომ ორივე შეხვედრაში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. უნგრეთი Euro 2016-ს გვახსენებს და მას შემდეგ ამ გუნდს უწყვეტი პროგრესი აქვს. უნგრეთი ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს. უნგრეთის საშინაო შეხვედრებში საოცარი გულშემატკივრობა, რაც ყოველთვის ყველაფერს ართულებს. საერთო ჯამში საინტერესო ჯგუფია. ერთა ლიგა ჩვენთვის ძალიან კონკრეტული და ძვირფასი ტურნირია. თითოეულ შეხვედრას ამბიციით მივუდგებით, რომ მოწინააღმდეგეებისთვის რთული მეტოქეები ვიყოთ და ჩვენს გულშემატკივრებს ისეთი თამაშები შევთავაზოთ, რომლითაც იამაყებენ. ჯგუფი რა თქმა უნდა ისეთი რთული არ არის, როგორც ჩვენი A-ლიგის ჯგუფი იყო ბოლო ტურნირში, მაგრამ ამის მიუხედავად გვყავს სამი ძალიან რთული მეტოქე, რომელთა წინააღმდეგაც განსაკუთრებით რთული შეხვედრები გვექნება. ჩვენს ორ მეტოქეს ჯერ კიდევ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი, ჩრდილოეთ ირლანდიას და უკრაინას. გაზაფხულზე გაირკვევა, შეძლებენ თუ არა ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას. საერთაშორისო დონეზე ადვილი მატჩები არ არის, ამიტომ არც ერთი შეხვედრა არ იქნება ადვილი. ჩვენ პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენმა გუნდმა განვითარება განაგრძოს. მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ძალიან ცოტა გუნდი იყო თავისუფალი, მაგრამ ვფიქრობ, ივნისში კარგ მეტოქეებთან შევძლებთ ამხანაგური შეხვედრების ჩატარებას. ვიცით, რომ ფინეთს კარგი გუნდი ჰყავს და ისინი ჩემთვის განსაკუთრებული მეტოქეები არიან. რადგან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მათ წინააღმდეგ დებიუტი მქონდა. ყაზახეთის ნაკრებიც რთული მეტოქეა გასვლაზე. ამიტომ ვფიქრობ, ეს ორი შეხვედრა იდეალური იქნება ჩვენთვის, რათა გავიგოთ სად ვართ და ასევე თამაშის ახალი ელემენტები, ახალი მოთამაშეებიც კი გამოვცადოთ. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპი 2026 წლის სექტემბერში გაიმართება და საქართველოს ნაკრები პირველ საშინაო შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართავს. კონკრეტულად, რომელ ნაკრებთან როდის ითამაშებს საქართველოს ნაკრები, ეს ჯერჯერობით უცნობია. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ Euro 2028 დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაიმართება. ოფიციალურად ტურნირს ჰყავს 4 მასპინძელი. Euro 2028-ზე 24 ნაკრები ითამაშებს. აქედან 20 კლასიკური გზა გაარკვევს. 12 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული და 12 შესარჩევი ჯგუფიდან 8 საუკეთესო მეორე ადგილოსანი. სულ 20 ნაკრები. დარჩენილი 4 უარესი მეორე ადგილოსანი კი ბრძოლას Euro 2028-ის პლეი-ოფში გააგრძელებს, სადაც მათ დაემატებათ გუნდები ერთა ლიგის გზიდან. ბოლოს არ დაგავიწყდეთ, დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რომელ ადგილზე დაასრულებს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონს B ჯგუფში. და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.